მე ვარ გოდერძი ჩოხელი. ქართველი. მე მინდა ცოტა ხნით სხვა სამყაროში წაგეყვანოთ. ამ სამყაროს საიქიო რქვია. Dagor. Aptsiauri. Სახელი? Vano. რამდენი წლის? 34-ის. ანუ აქ როგორ წამოხვედი? ზვალმა დამიტანა და მოხდი აქ. შეგეშინდა? განადიაცი. თქვენი გვარი? ჩოხელი. სახელი? ელისო. რამდენი წლისა? 60-ის. აი, ხო არაფერს მეტყოდი? გამანერთა ვერაფერს ვერას გეტყვი. ზევით ყოფ ხალხსაც ვერაფერს ვერ მეტყვი? ვერაფერს ვერას, თუ გატიშვილი ვარ. რატო ავადა ხარ? ავადა ვარ. რა გქია? გული. და აქ ვერ არჩენენ გულს, ა? აბა მე ვერ მორჩი და. ცოტა ხო არაფერი ჩაგიდენი? აბა რა ცოტა ჩაიდე. რა ვიცი, აბა. ვერაფერს არ მეტყვი? ვერაფერს ვერ მეტყვი. სახარდიან 63-ში 63 წელი იქ გაატარე. რამე ხო დაგრჩა იქაური, რასაც გაიხსენებ და ინატრებდი იქაურს რამეს? კი, იყო კარგი რამე იქაც. საიქიოს კარგია, ვინც კარგი განათლებული თუ არა და ქურდობა თუ არა გავჩადილი, განათლებული ხარ და თუ არა და აი ჯოჯოხეთში მიდის რამა იმისული და რაღაც ვერ არის კარგი. ჯოჯოხეთში ცუდია ორ ასამ. ჯოჯოხეთში ცუდია, ნუკლეარი სამაგდებენ იმას. ეს როდის აგდებენ, როცა იქიდან მოდის? როცა იქიდან მოდის. ია. Hivara uqavnikua admo kholtari alao Inuli di qodbobilo malav dadalianao Yavato, ერი ყავდა. როგორ ამყავდა? უფრო მეტი იდემეგონა. აი ეს როგორ უნდა მოიქცეს კაცი? ტრულად უნდა მოიქცეს თუ მოყრულად უნდა მოიქცეს? აი ვერ გავიგე. რა თქმა უნდა, მტერს მტრულად და მოყარეს მოყრული. აი ქრისტელო ამბობს, თუ მე თლაყოში უგაგარწყავ შენ მეორე მიუშვიდება. ეგ ერთხელ უნდა მოუთვინო ადამიანზე, მეორე დაღარ. ხო, კაი. დიდი მადლობა რა. კარგავზანდებოდ. აი ეს შენი სიმღერა წამოყოლე რა ეხლა წასვლისას რა. Tiaro darialao, კლდენი ხარცარი ალაო. დაგვარბზანდებთ. აფშიაური. სახელი? ბურსა. ზიაბურთავ, ყველაზე მეტად, ყველაზე მაგრა იმ ქვეყანაზე რა გიყვარდათ? სიმღერე. აი რომელი სიმღერა? ქართველო ხელი ხმალზე და ქართველო ხელი ხმალსიკარ ქართველო ხელი ხმალსიკარ ქართველო ხელი ხმალსიკარ გამარჯობა. თქვენ გვარი და სახელი? კაცო, შენ ლაპარაკი არ იცი?
როგორ გონია შენი აზრით ქვეყანაზე როგორ უნდა იცხოვროს კაცმა რომ 64-ში მოხდეს? ბედნიერება რა არის ვერ მეტყვი? აბა კარგად იყავ. თქვენი გვარდასახელი? ერმიცანი? ვერა? მე პაპა შენი ვარ. მაპატია პაპა, ობა მე არ გიცნობდი და. რამდენიმე კითხვა მინდა მოგცე პაპა. შეიძლება? შეიძლება. აი მე რა შენი შვილი ვარ. ამაზე გული ხარ გწკდება. რატომ? რა იქნება არ მოგწონა. ჯერ ბავი ხარ ჯერ. თქვენი გვარდასახელი? მზისა ბექაური. რამდენი წლის აიყავით მზისა? 17-ის. თუ შეიძლება რამდენიმე შეკითხვას მოგცეთ. მაინც რა შეკითხვას მოგცე? რა ვიცი, მაინტერესებს როგორ ახართ აქ, რა გიჭირთ, რა გილხინთ. აი თავი გამანებე, მე საჩვენებელი მკვდარი არა ვარ. აგე ხალხს ხედავ. მიდი და იმას კითხე. კარგი. ჩვენმა ბრიგადამ გეგმის გათვალისწინებით 20 ძროხის ადგილას 300 სული ჩამოწერა. ამით დიდი წვლილი შეეტანა სამშობლოს წინსვლაში. პირადად მე ვალდებულება ვიკისრე 20 ძროხის მაგერად 60 ძროხა ჩამოვწერე. თითოეულ ძროხაზე უნდა ჩამოვწერო 8 კილოგრამი რძე. ისე როგორ ხარ? ყველაფერს მოყაფილები ვართ, პირობები კარგი გვაქვს. ქარი ხوار საიდან გიფშუტუნებს? არა, ამინდის მესოვრები რაც შეიძლება ყველა ღონეს ხმარობე რომ კარგი ამინდი იყოს. მოწყენილი არ ყოფილ ხართ არასოდეს? მოწყენილი? არა, შეშინება ვერ მოასწარი. მერე ჩაბრენდა. განათდა ყველაფერი. გინდა აღდგომა? მინდა როგორ არ მინდა. სამწამს, მეთი სამწამს, კაცი სამწამს. მაშ როგორ არა? აი კაცმა რა უნდა აკეთოს იმისთვის, რომ სახელი დატოვოს ქვეყანაზე? შენ კაი უნდა იყო და ხახნა კაი უნდა გააკეთო. კაი უნდა დააკეთო. ხომოს თული რა იკეთოს? შენ კაი უნდა გაუკეთო. შეიძლება გული შეგიტო შენ გამახსოვდი. ჩუხელი ვანოტატეჭი. რამდენი წლისა ხარ? 1723-ში ვარ დაბადებული და შენიან გაიში რამდენი წელია რა? დიდი ხანია აქ ხარ? მე ფერეკლე დროიდან ვარ. აქ როგორ წამოხვედი? უჯულოდ თათრემა მომკლეს ბრძოლაში. ინატრებდი რამეს? ერთი ამაკენა აღდგომას და ხმალ და ცხელი მომცა. დაგრჩა რამე ზემოთ? მთელი ქვეყანა. აღდგე. ხმალიც გექნება ცხელი. ვიკაი. პუპიკა. კაცმა რო კაცი მოკლას. ის ხო იმის მოსისხლია მერე.
თქვენი ფიქრით მოსისხლე უნდა მოკლას თუ არ უნდა მოკლას? ჩემი აზრით ის უნდა ქნას რომ თუ გონები კლას და არასრულებს ის კაცი რომ მაგკლავი მიკლავს ის მასაკლავია და რომ უგონებლა შემააკვდებან დაჭრილიან ისი ის ცოდოი ტერს როგორ უნდა მოექცეს კაცი? ტერს ვალ უნდა აშარჩეს რადუ სიცოცხლეს ირცხვილიანს არაფრდა სირცხვილიანის ყოფას სიკვდილ ჯობაბა რადუ ჩვენთან იციან ცოლის წამრთმელსავ კაცის მამკლავსავ მამულის გამამრთმელსავ ძალით რომ მამულს მაუხნავს სხვა იმას სიკვდილის მეტ არაფერ არ იხსენს იმას უტყვია აი ეგრე ჩვენ წეს სიკვდილი ძნელია ძნელი იმისად რატო რომ შენალალ მამულს მავა მაგიქნავს კიდლერი კაცი არ არის ის ნადირია დღისაო ხელშეკრულება და ხია წესერე კავშირისაო არ გეშინია ჰიტლერმა რო გაგიგონოს იმიტომ არ მღერი ვარ სიყვარულო რა ხარო სიყვარულო რა ხარო შენი ცი რა არის სიყვარული? ოხ ერთი ავსტკე რისთვის გინდა რომ აღდგე? სიყვარულისთვის აღდგე თქვენი გვარდა სახელი? თებრო როჩუკუ ღმერთი რა არის? ღმერთი არის აი ადამიანებს ერთი მეორე უყვარს როგორ გონია ყველა ადამიანშია ღმერთი? ყველა ადამიანში არ არის კეთილი ადამიანი ვინც არის ალალი გულისი უყურს ადამიანის გატანა ეგ არის ღმერთი ადამიანებმა როგორ უნდა იცხოთ ქვეყანაზე რომ 64-ში მოხვდნენ? ადამიანი ვინც არის კეთილი გულისი არის ქურდებს არის მოჰკლავს არის უღალატებს სუდენას არ გაეტანს ამ ხანაგზე მეზობელზე ვინც არის ალალი ოჯახში თავის ხიზანსიაცა და მეზობლობაშიაც მივაის 64-ში კარგად იქნება 64-ში სინათლეა ვინც ცუდი არის ურწმული არ აიწა მათ მეზობელი არც ოჯახი არც ღმერთი არც ხატ ის კუპრისაც ჩავარდება ის ვიკარგება იმათთან არაფერი არ მიდის შოხერი კოტე უარაფერი გადარდებს კოტე მადადებს აბა აი უნდა ავდგე აი რა გინდა რომ აღდგე? სახელი მაქვს და დასამთავრები მეტი არაფერი არ გადარდებს? რა უნდა მადადებს მეტი შენ ასტიკო ავდგები თუ მეტი არაფერი არ გადარდებს რა ვიღა? მეტი აფეც ამადადებს მე სახე მაქვს გასაკეთებთ უნდა ავდგე უნდა რაღაც ვიღონო ზევით ვინ ახავთ? შვილები ხო არაფერს დამაბარებ? სიკეთესა და სიკარგესა და სიცოცხლეს შვილო მე ნაროდგებია შვილო აღდგები ძალო აღდგები როგორ არ აღდგები? რო ვეღარ ავდგე რაღა ვქნა შვილო შენ ვინ ახარ? მე ვარ რა საათი არა გაქვს? არა მაქვს 2000 წელს რა ამბავი იქნება? 2000 წელს იქით შვილობა იქნება წინა უწოდე მეორე მოსვლა მოაო რაღაცაც უნდა ველოდოთ დანამდვილებით აი იქნება შვილობა როცა დაიწერა და სადა ქვეყნიერობა დაასწრა 2000 წელი დაიწერა ან უნდა მოიდეო ცეცხლის არითო ან ზღვითა წყლითა და როგორღაცა ნოთქონი ამოტედო ღვთისმშობელიო ხოშრად გადმოხდა ცრემთო შეროს უყერა გავწყვიტოთო სანთელს ვიღავინთებსო იასად გამიგონია წინათვლიდან გადარჩევა იქნება წნულებული დარჩება ურწმუნო დარჩება შვილის ყოველად გადასწრება ის უცოდია და წინა შვილის ყოველად რამდენი უნდა ეყოლოს
კაცი გაჩვეში გაჩნება იქ დაუწერ სამწერალი რომ ეს გეყოლოს ესე იყავ ესე იგი ადამიანის ბედი წინასწარ არის წინასწარ არის გასავალი გამარჯობა გაგიმარჯოს როგორ ახარ არა ვიშავე რა გვარი ხარ ციკლაური სახელი არსი აქ როდის წამოხვედი 1800 წელს მოგწონს საქაურობა არ მოწონს მაგრამ რა ქნება იქედა რო წამოხვედი როგორი ამინდია ძალიან ცუდი კალახი სულისავანო ვაშკაცურად მითხარ აი იმ ქვეყანაზე ყველაზე მაგრა რა გეყვარდა რა მეყოდა ქალი აქაც ქალი გავა კარგად იყო იქ მოკითხვა ხო არავის გადავცევა ქალებს ვა როგორ ახარ ბაბასონა კარგად შუა იცი როგორ მომეწყინა შენს კევა მეც მომეწყინა გენ კაპასთან ვიყავდა იცი რა მითხრა რა გითხრა მეო აქ გამივხვდი რომ იმ ქვეყანაზე ყველაზე მეტად ბედია შენ მიყვარდა აი ის წევლის ბაბასონა იცი როგორ დავიღალე აი ზემოთ რა ვიცი რაღაც სულ რაღაცა მეშინია ეს ატომური ბომბებიო ეს ისაო ეხლა კიდე რაღაც ეს ფრინავი თეფშები გამოჩნდნენ ნუ გეშინია შურო ფრინავი თეფშები მაგათ ნუ გეშინია გამარჯობა გაგიმარჯოს თქვენ გვერდა სახელი ჩოხელი ვარ და 63 წლის რა შეშინებული მიყურებ რატომ მიყურებ გოდებზე ხო რომ შეგაშინა შვილო რა ვიცი თავი ზევთ ისეთი ამბებია რომ რამ შეგაშინათ რა ესე შეშინებულები ხარ გულაგული სალაგასა ჩაჯეთავის სალაგასა გულთავის ადგილასა ქათამის საბუთარას რა ესე შეშინებული ხარ შვილო წყალიც მიდგება მოდგება თავის ადგილად დადგება გულიც მიდგება მოდგება თავის ადგილად დადგება ქართველობა არ დაგეკარგებათ გერგო და გეწავლოთ ამინ შვილო აქ რა საკეთე ველოდები ვის ველოდები არაგველებს ველოდები მე ფერეკლესთან წავიდნენ და რაღაც ერთი აღარ დაბრუნებულა შენ გახარებას შვილო ჩადი მცხეთაში და მე ფერეკლეს კითხე არაგველებს ველოდებიან და სად არიან აქამდე თქო კარგი ჩავალ კითხავ წემსო კეთილო შენს წმინდა სამწყსოს შემოვავედრებ ჩემს სასამეფოს გულთა მხილავო შენ უწყი რაც დღეს საქართველოსა ჭირნი მოადგეს მრავალ არიან უფალო მტერნი და წარიტაცუნ შენ მიცხოვარნი გვესწრაფე ჩვენო ხელთაღმპყრობელო
აღადგინე დღეს საქართველო. დღეს ეჭიროება მამულს მხნეობა. დღეს მეცა თქვენში ვარ მეომარი, ვითა თქვენგანი ერთი მხედარი. დღეს გამოჩნდება ვინ არის ერთგული, ვის უფრო გვიყვარს, ძმანო, მამული. მეფე ბატონო, ნუ მიწყენდა თუ შეიძლება რამდენიმე შეკითხვას მოგცემთ. ვინ ხარ? არაგველი ვარ. შავი არაგვის ხეობიდან. გუდამაყრელი. რა სიტყვა? რა სიტყვით კრწანისზე მეფე ბატონო? რა მეთქმის? გამყიდეს. მაშინ 5000 მეომარი ძლივს ვიშოვე. ჩემს დასაფლავებაზე კი 20000 იყო მოსული. მეფე ბატონო, რამდენი წლისა ბრძანდებოდით კრწანისის ომში? 75-ის. ახლა თუ ფიქრობთ ჩვენზე? ვიზე ვიფიქრო? ბალღო, არაგველების საცებრად გამომგზავნეს გუდამაყრიდან. წადი, კრწანიში არიან. შვიდობით ბრძანდებოდეთ მეფე ბატონო. მოდიშვილო,